მექვს დავალება არის წმინდა და ალგებრული და უნდა ითქვას, რომ ფესვი 2 არის რადიკალი, სწორად ირაციონალური რიცხვი, დავიცით რომ ფესვი 2 და არ ამოდის კვადრატული ფესვი. აგრეთვე, როგორც ვიცით, მოცემულია ფრჩხილები, ფრჩხილებში მოქმედება და თავის მხრივ სახარისხებული არის არა მთელ რიცხვში. ანუ როგორც ასეთი ხარისხი არ არის მთელი რიცხვით მოცემული და იგი წარმოადგენს ირაციონალურ რიცხვს. კარგით, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა? მოდი ფესვი 2-ს თუ გადავდებთ ერთი წამით, დავაყოვნებთ. უნდა ვთქვათ, რომ 2 არის ფესვი 0.5 მინუს 1 ხარისხში. და ეს ყველაფერი ახარისხებულია ფესვი 0.5 პლუს 1-თან. წილადის, უბრალოდ ახარისხების თვისებიდან გამომდინარე, როდესაც ახარისხად m თლიანად ახარისხებულია n ხარისხში, ასე დროს ხარისხის მაჩვენებლები ერთმანეთზე მრავლდება. ამიტომაც ამოხსნა შემიძლია, რომ პირველად ფესვი 2 რომ ცოტა დავაყოვნოთ, აღმოჩნდება, რომ 2 უნდა ისეთ ხარისხში ავიდეს, რომელიც გამრავლებულია შეუღლებულთან ფესვი 0.5 მინუს 1. ეს არის ფესვი 0.5 პლუს 1. ამათი გამრავლება ეს არის a მინუს b a პლუს b ფორმულა, შემოკლებული გამრავლების ფორმულები, რაც ჯამში გვაძლევს 0.5 მინუს 1-ს, ანუ მინუს 0.5, იგივე მინუს 1/2-ს. ანუ 10 წილადი გადავაქციეთ წილადად. შემდეგ ფესვი 2 წარმოდგება როგორც 2-ის 1/2 ხარისხი. ახლა ეს აქ ცხადი ამ ვიდეოში ახლა მთლიანად ვერ ამოვწურავთ თვისებებს და ვერ ვისაუბრებთ ვრცლად თუ როგორ ხდება ფუნქციის და რაციონალური ფუნქციის თუ ჩვეულებრივი რაციონალური რიცხვების ახარისხება, მაგრამ ეს ვიდეო ჩემი აზრით ამოწურავი იქნება როგორც ერთ-ერთი გზა ამ ამოცანის ამოხსნისა. გვაქვს პირველი, რომ თურმე ჭრილებში არსებული გამოსახულება უდრის 2 ხარისხად 1/2-ს, ოღონდ მინუს ნიშნით, მაგრამ ფესვი 2 წარმოადგენია როგორც 2 ხარისხად 1/2. და ბოლო, ამოცანის ბოლო ეპიზოდი, ეს არის უშუალოდ გამრავლება. და თვისება არის ახარისხების ესეთი, რომ თუ კი AB 2 ერთნაირი, ფუძით ერთნაირი რიცხვების ერთმანეთზე გამრავლებისას ხარისხის მაჩვენებლები იკრიბება. და სამართლიანი ატოლობა თუ დავწერო 2 ხარისხად 1/2-ს დამატებული მინუს 1/2, ეს არის 2 ხარისხად 0 და ნებისმიერი რიცხვი 0 ხარისხში იძლევა 1, აქ 2 შეიძლება დაწერილი იყო 10, შეიძლება ამას მნიშვნელობა არ აქვს ნებისმიერ ხარისხში, უბრალოდ ნებისმიერი რიცხვი 0 ხარისხში უდრის 1-ს და პასუხი არის G1 გამოსახულების მნიშვნელობა.